So, are you ready to start the day fresh? მოდი გაჩვენებ როგორ უნდა გააკეთო თვალის ვარჯიშები. პირველ რიგში შეხედე წარბებს შორის ნაწილს, მესამე თვალს ან წარბის შუაში. აიხედე და საათის მოპირდაპირე მხარით ვიწყებთ. ჯერ გავაკეთებთ 8 წრეს მარცხნივ, მერე 8 წრეს მარჯვნივ. ორივე თვალს მივხედოთ გავიუმჯობესოთ მხედველობა. ვაკეთებთ როგორ? ავიხედეთ და დავატრიალეთ თვალებს მრგვალად, რაც უფრო კარგი წრე გამოვა, მით უკეთესი. ოღონდ დახუჭული თვალებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ზევით ვიხედავით. რა მეკითხები თუ გაქვთ, ჩააკომენტარეთ. მიხარია რომ გადაწყდა ვარჯიში. კომფორტულად მოთავსდე, დახუჭე თვალები და გაასწორე ზურგი. გადაიტრიალე მხრები, გააკეთე თვალის ვარჯიშები, დააპაუზე ეს ვიდეო და მხოლოდ შემდგომ გააგრძელე ვარჯიში. დავიწყოთ გახურებით. დავდგეთ სამკუთხედში ეგრეთ წოდებულ downward dog, რომელსაც მოკლედ ძაღლს დავუძახებ. ჩავიზნექოთ ზურგში. შევისუნთქოთ, ნეკნები გაგვიფართოვდეს და ამასუნთქვის დროს კიდევ უფრო ქვევი ჩავიზნექოთ. გადავიდეთ იდაყვებზე, პლანკაში, ვეცადოთ სწორი ხაზი დავიჭიროთ, კისერი გავუსწოროთ ხერხემალს, შევისუნთქოთ და ამასუნთქვაზე დავწვეთ ძირს. ავწიოთ ხელები ყურებთან, ყურების სიმაღლეზე და შემდეგ გადავიტანოთ ხელები უკან, მოვკიდოთ ჩვენ თავს ფეხების შიდა მხრიდან და გავაკეთოთ კალათა. თავი მოვადუნოთ აქ და გადავიდეთ ნაზად, ან გადავხდათ თუ საკმარისი ენერგია გვაქვს. მოვიკიდოთ ხელები კოჭებზე და გავასწოროთ ზურგი, აქაც მხრები გადავატრიალოთ, მუცელი მივიwardოთ ფეხებზე. თუ არ გვედება, მაშინ თქვენ გასწორებული ფეხების მაგივრად მოხარეთ მუხრები და მოვადუნოთ თავი, კისერი. გააკეთეთ ერთი შესუნთქვა, ამოსუნთქვა. და გადავდივართ ისევ ძაღლში. ფეხები და ხელები ფართოდ. ფეხის თითები ოდნავ სამკუთხედურად ერთმანეთისკენ იყურება ფეხებზე. და გადავდივართ ისევ პლანკაში იდაყვებზე. გავასწოროთ თავი, ზურგი. დავდოთ მუხლები ძირს, მკერდი ძირს. ამოვიღოთ ნეკნები, რომ ადვილად ვისუნთქოთ, როცა ხელებს ავწევთ ყურებთან. აქ ერთი შესუნთქვა და ამოსუნთქვაზე გადაგვაქვს ხელები ისევ უკან, ვიკიდებ ფეხებს შიდა მხრიდან. გვაქვს ჩვენი თავი კალათაში. შესუნთქვა, ამოსუნთქვაზე. ამოვდივართ, გადავაბიჯებთ, ან გადავხტებით მატის შუაში და ჩავიკეთოთ ისა. მეორე წრე წავიდა. ხრეები გადავატრიალოთ უკან, ნიკაპი ოდნავ მკერდისკენ. ფეხები მოხრილი თუ საკმარისად გაწელილი არ გვაქვს, სწორი ფეხებით ვერ ვადებთ მუცელს ფერძაყებზე. რაც უფრო ახლოს გიდოთ ფეხები, მით უფრო ძნელი არის და მეტი წელვადება გჭირდებათ. თუ არ გაქვთ ჯერჯერობით ეგონარი, დადოთ ფეხები უფრო განზე. მიახლოებით მხრების სიგანეზე. გადავიდეთ ისევ ძაღლში, მესამე წრეს ვაკეთებთ ახლა. შესუნთქვა, ამოსუნთქვაზე უფრო ქვევი ჩავიზნექოთ, ფეხები ერთად და გადავდივართ ისევ იდაყვებზე. პლანკა, ვასწორებთ ზურგს, კისერს, შესუნთქვა, ამოსუნთქვაზე წვევით. და ვწევთ ხელებს მაღალ ყურებთან. გადავდივართ კალათაში, ვიკიდოთ ფეხებს შიდა მხრიდან, ვადუნოთ კისერს აქ ბოლომდე და ამოსუნთქვაზე გადავდივართ ისევ ზემოთ და ვიკეცავით. ესეც იყო ჩვენი მესამე წრე. წავიდა. შევისუნთქეთ და ამოვისუნთქეთ.
შევისუნთქეთ და ამ სუნთქვაზე გადავაბიჯოთ უკან, ჩავიზნიქეთ ისევ ძაღლში. შესუნთქვაკ. ამ სუნთქვაზე კიდევ უფრო დაბლა ჩავედით, ვცდილობთ რომ კერდი გავხსნათ და გადავდივართ იდაყვებზე, პლანკა. გავასწოროთ აქ ნიკაპი, კისერი ზურგი შესუნთქვა. ამ სუნთქვა ჩავედით ქვევით. ავწიეთ ხელები ყურებთან. ამ სუნთქვა ხელები უკან კვაჭებზე მოვიკიდოთ, ავიყვანოთ ჩვენი თავი კალათაში. მოვადუნოთ კისერი. ავწიეთ ჩვენი თავი, გადავახტუნოთ ან გადავაბიჯოთ წინ და ჩავიკეცოთ. დავდოთ მუცელი მუხლებზე, მოვხაროთ მუხლები. ნიკაპი მკერდისკენ, ხელები კვეჭებზე. ოდნავ მივაწვეთ ხელებით, ჩვენ თავს რო გავწალოთ ქვემოთ, შესუნთქვაკ და ამოსუნთქვა. ვიგრძნოთ როგორ ფართოვდება ჩვენი დიაფრაგმა შესუნთქვის დროს და როგორ იცვლის ის მოცულობას ამოსუნთქვაზე. გადავიტანოთ ჩვენი თავი ისევ ძაღლის პოზიციაში, ჩავიზნიქოთ წელში, გავაკეთეთ ამოსუნთქვა, ფეხები შევერთეთ, გადავედით ისევ პლანკაში. გავასწოროთ ხერხემალი, კისერი, შესუნთქვა. ამოსუნთქვაზე ფეხები და წელი იატაკზე, ხელები ყურებთან. აქ დავჭიმოთ ფეხის უკანა საფარი. მოვდუნდათ, ავიტანოთ ხელები ფეხების შიდა მხრიდან და კალათა გავაკეთოთ მოდუნებული კისრით. ავწიოთ ჩვენი თავი ზემოთ, გადავხტეთ ან გადავაბიჯოთ ისევ, ჩავიკეცოთ ხელები კვაჭებზე, ზურგი მოდუნებული, კისერი მოდუნებული. და ამოსუნთქვაზე გადავდივართ ძაღლში. ჩავიზნიქოთ, შევისუნთქოთ, ამოსუნთქვაზე კიდევ უფრო დაბლა ჩავედეთ, შევერთოთ ფეხები და გადავედით პლანკაში. გავსწორდათ, შესუნთქვაკ, ამოსუნთქვაზე დაბლა, ნეკნები გავანთავისუფლოთ და ავწიოთ ხელები ყურებთან. შესუნთქვა, ამოსუნთქვა, ხელებით მოვიჭროთ კვაჭებს შიდა მხრიდან, მოვადუნოთ აქ კისერი. შესუნთქვა და ამოსუნთქვაზე ავიზიდოთ ზემოთ, გადავაბიჯოთ ან გადავხდეთ წინ და ჩავიკეცეთ. გადავიტრიალოთ მხრები, მოვადუნოთ კისერი, შევისუნთქეთ. ამოსუნთქვა. ვიგრძნოთ როგორ ფართოვდება შესუნთქვის დროს დიაფრაგმა. ამოსუნთქვის დროს კი იცვლის მოცულობას. დავდოთ ხელები წინ, ფეხები უკან, ძაღლი. გავიზნიქოთ წელში, შევისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ, ფეხები ერთად. გადავედით იდაყვებზე. გავსწორდათ ერთი ხაზი შესუნთქვა. ამოსუნთქვა და დაბლა ფეხები და წელი. ხელები ყურებთან. ამოსუნთქვაზე ხელები უკან ფეხებზე ვიკიდებთ და ავდივართ კალათაში მოდუნებული კისრით. შესუნთქვაკ, ამოსუნთქვა. ისევ ავიზიდოთ ზემოთ, გადავხტეთ ან გადავაბიჯოთ წინ და ჩავიკეცოთ. ხელები კვაჭებზე, მუცელი დევს ბარძაყებზე,
კისერი თავისუფლად არის. შესუნთქვა აქ და ამოსუნთქვა. ხელები წინ, ფეხები უკან, ძაღლი. გავიზნიქოთ ხერხემალში. შესუნთქვა აქ. ამოსუნთქვა. და შევატყუპეთ ფეხები, გადავედით იდაყვებზე. გავსწორდეთ. შესუნთქვა. და ამოსუნთქვაზე მუხლები დაბლა, წელი დაბლა. ჩვენი ნეკნები გავან თავისუფლად ახლა. ავწიოთ ხელები მაღლა. დავჭიმოთ ფეხების უკანა საფარი. და გადავიტანეთ ხელები უკან, მოვიკიდეთ კოჭებზე და ავწიოთ ჩვენი თავი კალათაში. მოდნებული კისერი აქ. ამოსუნთქვაზე. გავიზიდოთ. გადავაბიჯოთ წინ. მოვიხაროთ მხრეები გავან თავისუფლად, რომ კისერი იყოს თავისუფლად. ხელები კოჭებზე ოდნავ გვიწელებით. თუ გიჭირთ ეს პოზიცია უფრო გააშორეთ ფეხები, უფრო განცდადეთ. შეისუნთქეთ. ამოისუნთქეთ. ხელები გადაიტანეთ წინ და ფეხები უკან. ძაღლის პოზიცია. ამოისუნთქე და დაჯიქი კომფორტულად. შენ დაამთავრე. გახურება. ახლა კი შეგიძლია გააგრძელო, რაც გესიამოვნება. რამდენიმე მოძრაობა შენ სხოლს მოусმინე, რასაც გთხოვს ის გააკეთე. შეცვალე რამდენიმე პოზიცია ინტუიტიურად. გააგრძელე შენ სხეულთან ურთიერთობა, იქამდე სანამ ან შეგიძლია დაამთავრო პრაქტიკა აქვე და გააგრძელო შენი დღე. მადლობა ამ ვარჯიშისთვის და შეგხვდები შემდეგში. წარმატებულ და მშვენიერ დღეს გისურვებ თავგადასავლებით სავსეს. გახსოვდეს, რომ პრაქტიკის მერე ყოველთვის უფრო კარგად გრძნობ თავს, ვიდრე იქამდე. სულაც რომ 10 წუთი გააკეთო დღეში, ეგ მოგცემს დიდ უპირატესობას, ვიდრე იმ შევ თავთან, რომელმაც ეგ არ გააკეთა. ეხლა რა შედეგებსაც ხედავთ ეკრანზე და ჩათვლით, რომ არის რთული პოზიციები, არის შედეგი იმ ბაზის, რომელიც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 10 წუთიანი ვარჯიში. მეც 10 წუთიანი ვარჯიშებით მაქვს დაწყებული და ასე დაგროვდა და გამიძლიერდა სხეული, რომ შევძალი ესეთ ძნელი რაღაცების გაკეთებას, თუმცა არ მივარჯიშია ძნელ რაღაცებზე. თავისით გაიხსნე ყველაფერი. შენთანაც აუცილებლად მოვა რთული პოზიციები, თავარია უბრალოდ ბაზა გააკეთო.